წყალბურთში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ეროვნულმა გუნდმა უკრაინელი სპორტსმენები ანგარიშით 10-8 დაამარცხა. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი საცურაო კომპლექსი შეაფასა და განაცხადა, რომ მიუხედავად 2 წლის წინ მომხდარი ომისა და სხვა პრობლემებისა ქვეყანა ვითარდება. თბილისის საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში ახალ საცურაო კომპლექსში მიმდინარეობს. ასპარეზობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობენ. ბოლო 20 წელია როგორც გიამეუმლება არ ყოფილა წყალბურთის ტურნირი და რა მაგარია რომ ეს აუზ გაიხსნა და ბოლო ესეთი გვირაბი რომ დღეს გავხსენეთ 70-იან წლებში გახსოვთ გაიხსნა გვირაბი გმირთა მოედის ქვეშ და იმის შემდეგ პრაქტიკულად საქართველოში არაფერი გვირაბი არ გაკეთებოდა. ეხლა მე და გიგი რომ გამოვიარეთ წერან ძაში უყურებთ ახალი გვირაბი დაიწყება უკვე შემოდგომაზე აბონეთუბანის ხიდან მე იცით რომ ძალიან დიდი ახალი ხიდი კეთდება ვებხვი და მოხმესთან რათა ტყვის ორი სანაპირო შეერთდეს და მე საერთოდ ხრიალად იცვლება ქალაქის გეოგრაფია როცა რკინიგზა გადავა და იქ პრაქტიკულად ახალი ქალაქი გაშენება. ესე პრაქტიკულად ისეთი ცვლილებები როგორც თბილისში ხდება ამ წლების განმავლობაში ბოლო 2-3 წელი დაწყებული და შემდგომ რამდენიმე წელიწადში გათვალისწინებული არ ყოფილა არც ერთ ცალკე აღებულ ისტორიულ მონაკვეთში ასეთ კონდენსირებულ დროში. ასე რომ მე ვფიქრობ საქმე არის გასახალად ჩვენ თქვით რომ თბილისს გავხდით ყველაზე კომფორტულ ქალაქად ძლიერ წარმოსადგენია როცა ამდენი პრობლემა ამდენი ავარიული საქმეა ამდენი უმუშევრობაა ჯერ კიდევ ამდენი გაჭიროებაა მაგრამ იმ პირობებში როცა გარშემო ხელსოფლიოში კრიზისი მძვინვარებს ამდენი წელი ყველაფერი ინგრეოდა ომიდან ბოლოს და ბოლოს 2 წელიც არ არის გასული და ქვეყანა კიდე შენდება ეს თავისთავად არის უკვე სასწაული მოდით გულზე ხელი დავიდოთ და შენდება თბილისით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კაცი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩატარდა თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ესწრებოდა წყლის სპორტების ევროპის პრეზიდენტი ბატონი ნორი კუხნიერი, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩვენი კომპლექსი და აგვითხრა სურვილი, რომ მომავალ წელში აუცილებლად ჩატარდება ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი. ეს ტურნირი ამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ ესეთ ბრძოლებში ისინი აიმაღლებენ თავიანთ ოსტატობას და მე დარწმუნებულია რომ ჩვენ შევძლებ 2-3 წელიწადში ძალიან კონკურენტული გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ შეჯიბრებაზე ძალიან ღირსეულად გამოვა. იმედია ბევრი ჩემპიონატები ჩატარდება და საქართველო გახდება გამარჯვებული ყველა ჩემპიონატში.